გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ სოფი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube-ის არხზე. დღევანდელი ვიდეო იქნება ძალიან სასარგებლო, თუ გაინტერესებთ სასაუბრო ინგლისური და ყოველდღიური კომუნიკაცია. რომ არ გამოგხსნათ ახალი ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ არხი. ასევე მესტუმრეთ Instagram-ზე, იმიტომ რომ იქაც გიზიარებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას. ჩვენ კი დავიწყოთ. ვისწავლოთ collocations with make, ანუ collocations სიტყვასთან make. თუმცა პირველ რიგში მოდით გავერკვიოთ იმაში, თუ რა არის collocation, რას ნიშნავს ეს სიტყვა. Collocation, ანუ შესიტყვება, არის ორი ან მეტი სიტყვის ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირება. მაგალითად, make a decision, make a mistake, make an effort, make a choice, make a suggestion. ეს არის 5 collocations, ანუ შესიტყვება სიტყვასთან make. ახლა კი განვიხილოთ ბევრად უფრო დეტალურად. პირველი collocation სიტყვასთან make არის make a decision. გადაწყვეტილების მიღება. Make a decision. გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, it's time to make a decision. დრო არის მივიღოთ გადაწყვეტილება. Make a decision, გადაწყვეტილების მიღება. It's time, დრო არის, to make, რომ მივიღოთ a decision, გადაწყვეტილება. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან make არის make a mistake. შეცდომის დაშვება, დაუშვა შეცდომა. Make a mistake, დაუშვა შეცდომა. მაგალითად, I made a mistake in the report. მე დაუშვი შეცდომა ანგარიშში. I made a mistake, მე დავუშვი შეცდომა in the report, ანგარიშში. Make a mistake, შეცდომის დაშვება. I made a mistake in the report. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან make არის make an effort, ძალისხმევა. Make an effort, ძალისხმევა. Make an effort, ძალისხმევა. She made an effort to arrive early. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უფრო ადრე ჩამოსულიყო. Make an effort, ძალისხმევა. She made an effort to arrive early. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან make არის make a choice, არჩევანის გაკეთება. Make a choice, არჩევანის გაკეთება. He made a choice to study abroad. გააკეთა არჩევანი, რომ ესწავლა საზღვარგარეთ, ანუ აირჩია საზღვარგარეთ სწავლა. Make a choice, არჩევანის გაკეთება. He made a choice to study abroad. გადაწყვიტა, გააკეთა არჩევანი, რომ ესწავლა საზღვარგარეთ. Make a choice, არჩევანის გაკეთება. და ბოლო collocation სიტყვასთან make არის make a suggestion. შეთავაზების გაკეთება, შეთავაზება. Make a suggestion. მაგალითად, let me make a suggestion for the meeting. მოდი რაღაცას შევთავაზებ შეხვედრისთვის. Make a suggestion. შეთავაზების გაკეთება. Let me make a suggestion for the meeting. ახლა კი ვისწავლოთ collocations სიტყვასთან take, თუმცა პირველ რიგში მოდით გავიმეოროთ რას ნიშნავს სიტყვა collocation. Collocation შესიტყვება, ანუ ორი ან მეტი სიტყვის ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირება. ანუ ფრაზა, მარტივად რა ვთქვათ. აქ გვაქვს მოცემული 5 collocation სიტყვასთან take, რომელსაც ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად გავარჩევთ. ესენია take a shower, take a break, take a seat, take a risk, take notes, take care. დავიწყოთ collocation-ით take a shower, შხაპის მიღება. I need to take a shower after work. შხაპის მიღება მჭირდება სამსახურის შემდეგ. Take a shower, შხაპის მიღება. I need to take a shower after work. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან take არის take a break, შესვენება. Take a break. Let's take a break and grab some coffee. მოდი შევისვენოთ და დავლიოთ ყავა. Take a break, შესვენება. Let's take a break and grab some coffee. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან take არის take a seat, დაბრძანდით. Take a seat, დაბრძანდით. Please take a seat while you wait. გთხოვ დაბრძანდით, სანამ ელოდებით. Take a seat, დაბრძანდით. Please take a seat while you wait. გთხოვ დაბრძანდით, სანამ ელოდებით. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან take არის take notes, შენიშვნების ჩაწერა. Take notes, შენიშვნების ჩაწერა.
მაგალითად, don't forget to take notes during the meeting. არ დაგავიწყდეს შენიშვნების ჩაწერა შეხვედრის განმავლობაში. Take notes, შენიშვნების ჩაწერა. Don't forget to take notes during the meeting. არ დაგავიწყდეს შენიშვნების ჩაწერა შეხვედრის დროს, შეხვედრის განმავლობაში. ახლა კი ვისწავლოთ collocations სიტყვასთან do, მაგრამ პირველ რიგში გავიმეორებთ რა არის collocation. შესიტყვება, ანუ ორი ან მეტი სიტყვის ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირება. Collocation-ების მაგალითებია: do your best, do the laundry, do homework, do a favor, do the dishes. ახლა კი განვიხილოთ უფრო დეტალურად. Do your best, მაქსიმუმის გაკეთება. Do your best. მაგალითად, always do your best in everything you do. ყველაფერში რაც არ უნდა გააკეთო, გააკეთე მაქსიმუმი. ანუ შეეცადე რომ გააკეთო საუკეთესოდ. Do your best, მაქსიმუმის გაკეთება. Always do your best in everything you do. კიდევ ერთი ძალიან კარგი collocation არის do the laundry, ტანსაცმლის რეცხვა. Do the laundry, ტანსაცმლის რეცხვა. I need to do the laundry this afternoon. ღისით აუცილებლად უნდა გავრეცხო ტანსაცმელი. და კიდევ ერთი collocation სიტყვასთან do არის do homework, საშინაო დავალების შესრულება. Do homework, საშინაო დავალების შესრულება. I have to do my homework before dinner. აუცილებლად უნდა შევასრულო დავალება სადილამდე. Do homework, საშინაო დავალების შესრულება. I have to do my homework before dinner. აუცილებლად უნდა შევასრულო დავალება სადილამდე. და კიდევ ერთი collocation სიტყვასთან do a favor, დახმარება. Do a favor, დახმარება. Can you do me a favor and pick up some groceries? შეგიძლია დამეხმარო და აიღო საყიდლები, აიღო პროდუქტები. Do a favor, დახმარება. Can you do me a favor? შეგიძლია დამეხმარო and pick up some groceries და აიღო პროდუქტები. და კიდევ ერთი collocation სიტყვასთან do არის do the dishes, ჭურჭლის რეცხვა. Do the dishes, ჭურჭლის რეცხვა. It's your turn to do the dishes tonight. ახლა კი შენ ჯერია რომ გარეცხე ჭურჭელი. Do the dishes, ჭურჭლის რეცხვა. It's your turn to do the dishes tonight. ახლა კი ვისწავლოთ collocations სიტყვასთან have. თუმცა პირველ რიგში გავიმეორებთ რა არის collocations. Collocations არის შესიტყვება, ანუ ორი ან მეტი სიტყვის ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირება. Collocation-ების მაგალითებია have a good time, have a conversation, have a meeting, have lunch, have dinner, have a problem, have a look. ახლა კი განვიხილოთ უფრო დეტალურად. პირველი collocation სიტყვასთან have არის have a good time, კარგი დროის გატარება. Have a good time, კარგი დროის გატარება. მაგალითად, we had a good time at the party last night. ძალიან კარგი დრო გავატარეთ გუშინ party-ზე, წვეულებაზე. Have a good time, კარგი დროის გატარება. We had a good time at the party last night. გუშინ საღამოს ძალიან კარგი დრო გავატარეთ წვეულებაზე. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან have არის have a conversation, საუბარი. Have a conversation. მაგალითად, I need to have a conversation with my boss. უნდა გავესაუბრო ჩემს უფროსს. Have a conversation, საუბარი. I need to have a conversation with my boss. უნდა გავესაუბრო ჩემს უფროსს. კიდევ ერთი collocation სიტყვასთან have არის have a meeting, შეხვედრა. Have a meeting, შეხვედრა. We will have a meeting at 3 p.m. today. დღეს 3 საათზე გვექნება შეხვედრა. We will have a meeting at 3 p.m. today. დღეს 3 საათზე გვექნება შეხვედრა. და კიდევ ერთი collocation სიტყვასთან have არის have lunch and have dinner, have breakfast, ასევე შეიძლება ზოგადად კვებასთან გამოიყენება სიტყვა have. Have lunch ისადილო, have dinner ივახშმო. Let's have lunch together tomorrow. მოდი ერთად ვისადილოთ ხვალ. Have lunch ისადილო, have dinner ივახშმო. Let's have lunch together tomorrow. მოდი ერთად ვისადილოთ ხვალ. და კიდევ ერთი collocation სიტყვასთან have არის have a problem, პრობლემის არსებობა.
have a problem, პრობლემის არსებობა. I have a problem with my computer. პრობლემა მაქვს ჩემს კომპიუტერთან. Have a problem, პრობლემის არსებობა. I have a problem with my computer. კომპიუტერთან მაქვს პრობლემა. კიდევ ერთი ძალიან კარგი collocation სიტყვასთან have არის have a look, დახედვა. Have a look, დახედვა. მაგალითად, can you have a look at this document? შეგიძლია შეხედო ამ დოკუმენტს, ამ საბუთს. Have a look, დახედვა. Can you have a look at this document? შეგიძლია შეხედო ამ საბუთს. სულ ეგ იყო. იმედი ეს ვიდეო იყო თქვენთვის სასარგებლო და ბევრი რამ ისწავლეთ. თუ ასე, მოიწონთ ეს ვიდეო. ამით ძალიან გამახარებთ. ასევე გამოიწერეთ არხი და მესტუმრეთ Instagram-ზე. მე კი გამშვიდობებით ულამაზეს დღეს გისურვებთ დროებით.